ქუთაისი უფრო ლამაზი არ უნდა იყოს, ქუთაისი უფრო სუფთა არ უნდა იყოს. ქუთაისს როგორც იცით ავარა გვერდი ავტობანმა, ქუთაისს ავარა გვერდი რკინიგზამ. ქალაქს წაართვეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. 65 წლის წინ აშენდა ბოლო ხიდი. დაიცალა ამასობაში. ეს ქალაქი ვერ გახდა მისდულობის ცენტრი. ქალაქს არ აქვს ფუნქცია. არც ერთი პროექტი არ მისულა ბოლომდე. ეს არის შედეგი ჩვენი უტვინობის. ქუთაისის ბედს უნდა წყვეტდნენ ქუთაისელები. ქუთაისის ბიუჯეტი არის სამარცხვინოდ ცოტა. ესენი ჩვენ დაგვცინია. გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ქონდეს ადგილობრივ დონეზე. აგავსაღრელი ყოველთვის ყარს. ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს. ძალიან მიყვარს ეს უბანი და მიმაჩნია რომ ქუთაისში თუ რომელიმე უბანზე უნდა ელაპარაკო ეს არის კათოლიკების, ებრაელების, სომხების სხვათა შორის უბანი და ისტორიული ქალაქი გორა. 1918 წელს ქალაქი დაიცალა. რა მოხდა? ინტელიგენცია ქალაქის ანჯაფარიძეებიდან მოწყებული ჯაფარიძეები ყველანი აბსოლუტურად აიკრიფნენ ქუთაისიდან. ბატონი კოტე დიდი რეჟისორი თავის თეატრს მოხვია ხელი და წავიდნენ თბილისში. შესანიშნავი ექიმები, მხატვრები, პოეტები ბოლოს და ბოლოს, ტიციანი აღარ არის, პაოლო აღარ არის ჩვენთან, ხო და არც იყო ფაქტიურად ყველა ესენი გადაბარგდნენ თბილისში. ქალაქი დღესაც არ არის გამოსული მდგომარეობიდან. მეორე დარტყმა ქუთაისმა მიიღო, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. გაჩერდა წარმოება დაწესებულებები, დაინგრა სასწავლო ცენტრები, პროფტექნიკური სასწავლებლები, პოლიტექნიკური ინსტიტუტი ფაქტიურად მეოთხედია დარჩა. ეს იცით რა არის? ეს ფაქტიურად საზოგადოებას დარტყმის ქვეშ აყენებს. ის ადგილი ცარიელია, ეს ადგილი ჯერ არავის არ დაუკავებია. და იმას, რასაც ჩვენ უყურებთ დღეს, ეს არის შედეგი ჩვენი უტვინობის. თავისუფლად შეიძლება რომ ქუთაისი იყოს მთლიანად დასავლეთ საქართველოს, მარტო იმერეთის რეგიონის და ქუთაისის კი არა, დასავლეთ საქართველოს ჯანდაცვის ჰაბი შეიძლება იყოს, აი ესეთი უწოდოთ, რომ ყველაფერი შეიძლება რომ აქ გაკეთდეს, როცა ძალიან სწრაფად გჭირდება დახმარება, სერიოზული კვალიფიციური დახმარება და თბილისში წაყვანა და სადმე შორს წაყვანა პრობლემას უქმნის პაციენტებს. პოლიტიზირებული გახდა ჯანდაცვა. როგორც ასეთი ექიმები ესე მარტივად ვერ ილაპარაკებ. ეხლა მე 557 დღე ვდგავარ გარეთ. ნუ მეტნაკლებად რა თქმა უნდა ყველა დღე ვერ გამოხვალ და ვერ იქნები, მაგრამ იქ ერთი და იგივე ხალხი ვართ ძირითადად და სულ თითქმის როგორც გლობალურად საქართველოზე ვლაპარაკობთ, ძირითადად ალბათ 70% მაინც ქუთაისზე ვლაპარაკობთ და ქუთაისის პრობლემებს. ბევრი ისეთი პროტესტი გაგვიკეთებია, რომ შედეგიც მიგვიღია, აი რაღაც ზეწოლის ფონზე ჩვენს ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შედეგიც მიგვიღია. ისეთი გაგვიკეთებია, რომ შედეგი საერთოდ არ მიგვიღია და იგნორირება გაუკეთებიათ და კონკრეტულად მაგალითად ციხის ტერიტორიის დანგრევაზე იყო ლაპარაკი, ძალიან სერიოზული განაცხადებიც ჰქონდათ შეტანილი, დაწერილი, ხელმოწერილი, რა ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება რომ გააკეთო, მაგრამ ხამე დაანგრიეს ეს და ყველა ვიცით თქვენ ქუთაისელებმა რომ რა გააკეთეს, იქ კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. მე ძალიან მაწუხებს ქალაქის ცენტრალური ნაწილის არეში ისტორიული ძეგლების განადგურება და მათ მაგივრად ჩვეულებრივი კორპუსების აშენება, საცხოვრებელი კორპუსების, როცა არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენ საცხოვრებელი კორპუსების უარყოფა არავის არ შეუძლია, გაფართოება ოჯახების ლამაზი მოწყობილის არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ იმის ხარჯზე მაუდის ფაბრიკა იყო, იქ კორპუსების შენდება, ციხის ტერიტორია იყო, კორპუსების შენდება, ჰოსპიტალის ტერიტორია იყო, კორპუსების შენდება და ყველა ერთ სივრცეში შენდება რაღაც 10,000-ობით კვადრატული მეტრი და ერთი გამავალი გზა აქვს, რომელიც ალბათ წარმოდგენილი მაქვს, რომ წინა საუკუნის დასაწყისში ალბათ ეტლით დადიოდა იქ ხალხი. აი, რანაირად უნდა გაატაროს იმ ქუჩამ
აი ამდენ კორპუსში მაცხოვრებელი ადამიანები წარმოუდგენელი რაღაც მოხდება. ეხლაც კი, როცა მივდივარ მაგალითად ქალაქის ცენტრისკენ ამ ქუჩაზე, მეორე სკოლის გამო არის საცობი და შეიძლება 1 საათი იდგე საცობში. არ ვიცი ეს რანაირად აქვთ დაგეგმილი და მართლა ძალიან მაწუხებს. ძალიან მაწუხებს ის რომ ქუთაისი არის ულამაზესი და უძველესი ქალაქი. რანაირად შეიძლება რომ ის ლეგენდა რაც არსებობს ქუთაისში, არგონავტებთან, მედიასთან, ოქროსაწმისთან, ეს არ ვაქციოთ ბრენდად, ეს პირადად ჩემი ოცნებაა და ალბათ ბევრი ქუთაისელის ოცნებაა, რომ ბოლოს და ბოლოს აი ცოცხალი რაღაც ინტერაქციები, ცოცხლად გაცოცხლებული მუზეუმები, 1000 რამე შეიძლება მოიფიქრო. რიონის გასწვრივ რამდენჯერ დავპირდნენ, რომ რიონის პირა სახლებს აღადგენდნენ. ეს იქნება ულამაზესი რაღაც. საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, ტურისტული ადგილები. ესენი შეუძლია ქუთაისს შეუძლია ისე გამოიყენოს და ისე გაალამაზოს ეს ქალაქი. არავინ არ ამბობს, რომ მარტო ტურისტული იყოს ქუთაისი. სხვა განვითარებაც უნდა პოვოს ქუთაისმა, მაგრამ ეს რანაირად უნდა დავკარგოთ. როგორ შეიძლება რამდენ ევროპულ ქვეყანაში ხართ ნამყოფები ახალგაზრდები ჩემზე უფრო მეტად, ხო? რამდენ ევროპულ ქვეყანაში შეიძლება შექმნილი მითისა და ლეგენდის საფუძველზე არის ის ქალაქი ცოცხლობს, ბრენდად აქვთ ნაქცევი, ასე ვთქვათ, რატომ არ შეიძლება რომ ეს იდენტობა ქუთაისს არ დაუკარგოთ ბოლოს და ბოლოს. ან და რამდენი ქალაქია საქართველოში, რომელსაც აქვს მდინარე რიონი, ამხელა რიონი რო შემოდის და თავისუფლად შეგიძლია რომ ეს ლეგენდა იმ რიონზე გამოიყენო. ხო წარმოგიდგენიათ, რამდენად სასარგებლო იქნება ამ ქალაქისთვის. აბა გადაიხედეთ ერთი რა რიონის ხეობაში. არ მინდა დავამძიმო, მაგრამ მე დამძიმებული მივდივარ ამ ქვეყნიდან. რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თაობაში ყველაზე უმცროსი ვიყავი, მაინც ვერ მოვესწარი იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული. და ძალიან წყდება გული. ქუთაის ისტორია აკლია, ქუთაისი უფრო ლამაზი არ უნდა იყოს, ქუთაისი უფრო სუფთა არ უნდა იყოს. თელ მსოფლიოს ეყოფა მარტო რიონის ხეობა, ისეთი ლამაზია. და ნაგავით ასავსე. წყინთ მე ამას რო ლაპარაკობ, ვიცი, მეც მწყინს ძალიან. მაგრამ როცა ადამიანები, ხალხი ამას მიეჩვია და მიჩვეულები არიან და შენ რო ეუბნები, მათ ის კი არ წყინთ, რომ იქ ნაგავია, არა, მე რო ამბობთ ის წყინს. მე კი არ შემიძლია გაჩერება. ისე ძალიან ლამაზია ჭომისკენ რომ მიდიხართ და იქ რიონის პირზე რო აი ზუსტად ჭომისკენ რომ მიდიხართ ზაქარია ფალაშვილის სახლ-მუზეუმი, აი ახლა შეგვიძლია შევიდეთ იქა და ვნახოთ და ქვემოთ რო გადაიხედო რა ხდება, მოპირდაპირე მხარეს რა ხდება. ნორმალურ ადამიანს შერცხვება, ამათ არ ცხვენიათ. იქედან რო კაცი ნაგავს გადააგდებს, ის ნორმალური არ არის, ვერ იქნება. იქ რო ხეები ამოსული, ველური, იმას არ ჭრის, ის მე ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია. რიონის ხეობას ჭირდება ერთი ბრიგადა, რომელიც მარტო იმით კი არ იქნება დაკავებული, რომ ეს ნაგავი ამოიღოს. არა, მონიტორინგი უნდა ამას ყველაფერს. ზემოთ, სადაც სკოლაა ჩვენი შესანიშნავად გაკეთებული საწყალოსნო სკოლა, სანაოსნო, ბავშვები ვარჯიშობენ, შესანიშნავი ბავშვები არიან და ასუფთავებენ იქაურობას, მაგრამ იქ არის სანაგვე. რაც ხდება ქუთაისის ნაგავსაყრელზე, იგივე არის ჭომის წყალსაცავში. იქედან წამოსული ნაგავი სად წავა? აგერ ჩამოდის ბატონო, ხო? ესე იგი რაზეა საუბარი, რომ ქალაქს ჭირდება სწორი მართვა. არიან ქუთაისელები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ თბილისშიც, ევროპაშიც, ამერიკაშიც, მაგრამ არ შეუძლიათ ქუთაისის გარეშე ცხოვრება. ეს რამხელა სიმდიდრეა, იცით? დღეს ასეთი ქუთაისელები ძალიან ბევრი ყავს, ძალიან ბევრი. და რო ვთქვა, რომ აი დასაქმებულები არიან და ძალიან კარგი სამსახურები აქვთ, თქო, არა, სამსახურს ვერ შეულობენ ასეთი ადამიანები. მუსიკალური, თეატრალური, ხელოვნებისადმი ასეთი მიდრეკილი არ არსებობს ახლა მაგალითად, მხოლოდ მესხიშვილის თეატრი. არსებობს სამოქალაქო თეატრები, თან რამოდენიმე. წარმოიდგინეთ. და ამაში მაგალითად მე პირადად ვიცი, არგოში, სასტუმრო არგოში, ქველმოქმედების მიზნით დათმობილი აქვს სივრცე სამოქალაქო თეატრს. ანუ სამოქალაქო თეატრის სურვილი აქვს ადამიანებს, არაპროფესიონალებს,
არა მსახიობებს, არა კონკრეტულად რეჟისორებს, ანუ მოყვარულ ადამიანებს, რომ სპექტაკლები დადგან და ამაში ბიზნესი უწყობს ხელს, აძლევს თავის ინფრასტრუქტურას და ავითარებს ამ დაგს. წარმოიდგინეთ რანაირი ენთუზიაზმია, რანაირი სიყვარული ამ ქალაქის. იქ იდგმება ისეთი სპექტაკლები, რომ შემდგომში უკვე იმერეთის ფესტივალებზე განსაკუთრებულ პრიზებს ღებულობენ. არა პროფესიონალი ადამიანები. ეს მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პოტენციალი აქვს ხელოვნების კუთხით ამ ქალაქს, მუსიკალური განვითარების კუთხით ამ ქალაქს, ეკონომიკა თუ არ განვითარდა, განათლებას თუ არ მიექცა ყურადღება, ჯანდაცვას თუ არ მიექცა ყურადღება, დაიცალა ამასობაში, ხო? ყველაზე დიდი დღეს პრობლემა, რაც ქუთაისში არის, ეს არის ემიგრაცია. რაც არ ყოფილა თითქმის არასდროს. ალბათ ერთი ქუთაისიდან თბილისში რო წავიდა ხალხი და სისხლი გადაუსხაო თბილისელებსო, ალბათ მაშინ თუ იქნებოდა, თორე ასეთი გახსოვთ თქვენ, რომ ამდენი 1000 ადამიანი წასულიყოს და პლუს კიდე ეს არის რეალურად იქიდან გამოგზავნილი თანხების ხარჯზე დარჩენილი საზოგადოება არჩენს ოჯახებს და ირჩენს თავს. ასეთ ქალაქში სამუშაო ადგილები არ იყოს, ეკონომიკა არ ვითარდებოდეს, ბიზნესი არ ვითარდებოდეს, თავისთავად იცლებოდეს ახალგაზრდებისგან. ეს ძალიან რთულია. ცოდოა ქუთაისი ამისთვის. პრინციპში ახლა ჩვენ ასე საუბრობთ, ორი მთავარი თემა გამოიკვეთა. ერთი ეს ქუთაისის როგორც ქალაქის იდენტობის საკითხი. ქუთაისი ერთ დროს იყო ძალიან ძლიერი ეკონომიკური, კულტურული ცენტრი საქართველოსი, მათ შორის ქართული იდენტობის და ნაციონალიზმის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი და დღეს ქუთაისი არის ფუნქციის და თავისი იდენტობის ძიებაში და თქვენც ამაზეც ისაუბრეთ, რომ რა არის დღეს ქუთაისი საქართველოსთვის, რა შეუძლია ქუთაისი საქართველოს გააკეთოს და პრობლემები კი უამრავი აქვს და ამ დროს ეს ასეთი დიდი პოტენციის მქონე ქალაქი არის დაკარგული, ასე ვთქვათ. და მეორე ნაწილი ეს სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, იმიგრაცია და ის რომ აი ამ ძალიან კოკროჭინა ქუთაისლებს, რომელსაც უამრავი რამის აკეთება შეუძლიათ, აი აქ ძალიან მცირე სივრცე ეძლევათ იმისთვის, რომ საკუთარი ინიციატივის საფუძველზე რაღაც შესანიშნავი შექმნან. ამ კუთხით ლილე თქვენ რომ ისაუბროთ, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ქუთაისში რა პრობლემა ექნებათ, რა სივრცე აქვს ინდივიდუალურ ინიციატივებს, რომ აი ადამიანმა მოინდომა თავის ქუთაისში რაღაცის გაკეთება და აი რა დაბრკოლებებს აწყდება. ეს ქალაქი ისე ცხოვრობს, რომ სამწუხაროდ არ აქვს ამდენამდე გენერალური განვითარების გეგმა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია 21 წელს მოხდა ამ კონცეფციის შექმნა და პრაქტიკულად არ იყო ამაზე პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიყვანილიყო. შესაბამისად, აი უამრავი მშენებლობა ქალაქში, რომელიც მიმდინარეობს, ნებართვები გაცემულია და რეალურად ურბანული განვითარება ამ ქალაქის ხდება ძალიან ქაოსურად. რაც ჩემთვის როგორც აი ქუთაისელისთვის ძალიან მტკივნეულია, რომ აი რაღაც ამ პატარა სახლების ირგვლივ არის უზარმაზარი შენობები, არქიტექტურა არის სრულიად დანგრეული. ჩვენ თვალწინ ვხედავთ, როგორ ზიანდება და ქალაქი აღარ გავს ქალაქს. ეს ძალიან მაწუხებს და ძალიან დიდი სურვილია, რომ აი მშენებლობები უნდა მიმდინარეობდეს შესაბამისობაში და ამაში უნდა იყოს კომპეტენტური ადამიანები, არქიტექტორები ჩართული და ქალაქს უნდა შერჩეს თავისი სახე. თუ გსურს რომ ეს იყოს ტურისტულად საინტერესო, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ქალაქში ტურისტის დაყოვნების. ანუ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ატრაქცია გელათი, რომელიც ახლა დაკეტილია და ქალაქს, რომელიც ამ მომენტში ძალიან კარგად აღნიშნეთ, აქვს ფუნქციის პრობლემა. ქალაქი, რომელიც არ ჩაუფუნქციოთ, ტურისტს ვერ აყონებს, არსებულ რესურსსაც კი ვერ იყენებს, წარმოიდგინეთ. ანუ ეს არის რაღაც რიგითი მოქალაქის პრობლემა ამ ქალაქში. ბიზნესთან მიმართებაში კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ძალიან ბევრი ბიუროკრატიული პროცესი არის. როდესაც გაქვს მცირე მეწარმე და გაქვს რაღაც მცირე კაფე და გსურს პირობითად 2 მეტრი გამოიყენო, რომ განათავსო სასურველი მაგი და სკამებით და განათავსო ტურისტი, ხო? ეს პროცესი რომ დავიწყე, სადღაც 5 თვე გაგრძელდა. ანუ შეუძლებელია ვისაუბროთ მეწარმეების მხარდაჭერაზე და ამავდროულად ასეთი მარტივი პროცესები თითქოს, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არ ჭირდება, ასე ხანგრძლივად მიმდინარეობდეს. აპრილში შევიტანე განაცხადი და მივიღე სექტემბრის ბოლოს, როცა უკვე საჭიროებაც აღარ მქონდა, სეზონი იყო ამოწურული, ხო? არ შეიძლება მეწარმეების მხარდაჭერა დარჩეს მხოლოდ ფრაზა და არ იყოს მოქმედებაში გადატანილი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ზოგადად ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს ძალიან ბევრი. ჩემი ერთ-ერთი რესტორანი მდებარეობს სამარ მეფეზე. აი წინა თვე გქონდა აი ძალიან რთული კანალიზაციის პრობლემა სტაბილურად არის, დასუფთავების პრობლემა არის. აი ტურისტზე როცა საუბრობთ, ესეთი რაღაცით საბაზისო
პრობლემები აღარ უნდა იდგეს ქალაქში. ქალაქში არის საფერფარიშოების პრობლემა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. აი, მე ვფიქრობ, რომ ტურიზმის მენეჯმენტი საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან გადახედვას. მე მუშაობდი კორპორატულ კლიენტებზე ვარ საბანკო სექტორიდან და ჩვენ გვაქვს პორტფელში 5% მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს. დანარჩენი გვაქვს სერვისები, ვაჭრობა. ანუ, როდესაც ქალაქი არის სრულად დამოკიდებული ტურისტზე, მინიმუმ ის უნდა უზრუნველყოთ, რომ რაღაც ის ნორმალური გარემო პირობა შეუქმნათ. ანუ ქალაქის ცენტრში ხა ძალიან კარგად ვიცით, რომ არის რამდენიმე შენობა, რომელიც დასრულებულიც კი არ არის. მიმდინარეობს სტაბილურად მშენებლობები, ეს პროცესი არ დასრულდა, არის მტვერი და შეუსაბამო გარემო. ნუ ფუნქცია არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ კი ქალაქმა რაღაც ფუნქცია არ შეიძინა, გადინება იქნება სტაბილურად. სტატისტიკა რომ ნახე, ბოლო 10 წლის განმავლობაში სადღაც 25,000 ადამიანით არის შევცირებული მოსახლეობა და 2 წლის წინ მდგომარეობით ვიყავით სადღაც 155,000 ადამიანი მცხოვრები. ძალიან მცირეა და ეს რაოდენობა თითქოს ნარჩუნდება რა ქუთაისლების ხარჯზე ხდება მიმდებარე სოფლებიდან შემოდინება და ძალიან წირია, ცოტა რაოდენობა დარჩა ამ ქალაქში ქუთაისლების, ეგეც მაწუხებს, რომ ადამიანები ვერ პოულობენ რაღაც მინიმუმ, ესეც საარსებო მინიმუმისთვის დასაკმაყოფილებენ შემოსავლების გამომუშავებას. ეგ ძალიან რთული გახდა და თუ კი საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმა უნდა შექმნა სამუშაო ადგილი, უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა იყოს და უფრო მეტი ქმედითობა, რასაც ძალიან სუსტად ხედავთ. ქუთაისის პრობლემებზე საუბრის დასაწყისში პირველ რიგში უნდა ვთქვა ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქიდან უკვე 30 წელიწადია მიდიან. ქალაქი თითქმის 100,000 ადამიანმა დატოვა, ძირითადად ემიგრაციაში, მაგრამ შიდა მიგრაციაც დიდი გვაქვს. ადამიანები ქალაქიდან მიდიან დასაქმებისთვის, თბილისში უფრო ადვილია სამუშაოს პოვნა, მიდიან განათლების მისაღებად, თუმცა მერე სამწუხაროდ არ ბრუნდებიან. ქალაქი ფაქტობრივად აცარიელდა, თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება ამ ლოგიკიდან საწინააღმდეგო ფაქტი, რომ ქალაქში დაიწყო არასწორი განაშენიანება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თბილისიზაცია და ბათუმიზაცია, რაც ქუთაისს ემუქრება. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ქალაქში ჩამოდის, გთხოვს, რომ იქნებ ქუთაისლებმა გადავარჩინოთ ეს ქალაქი, იმიტომ რომ დეველოპერები, რომლებიც საკმაოდ მსუნაგი ხალხი არიან, მათ თუ ნებართვას მიცემ, მათ შეუძლიათ რომ ქალაქის ცენტრში კორპუსები ააშენონ. თუმცა მე მათ ვერ ვადანაშაულებ ბოლომდე ამ საკითხში, მაგრამ რადგან ნებართვას თუ მიცემ, ბიზნესის მთავარი მიზანი სწორედ ეგაა, რომ ნახოს დიდი მოგება. ამისთვის ქუთაისი ძალიან კარგი სასტარტო ადგილია, რადგან ბევრი ემიგრანტია და ემიგრაციაში წასული ადამიანის პირველი მიზანი არის, რომ შეიძინოს სახლი მის ქალაქში და რაღაც ინვესტიცია ჩადოს. თუმცა ამან გამოიწვია სხვა უფრო სერიოზული პრობლემები, რაც არის მაგალითად ურბანიზაცია, ქალაქს არ გააჩნია გენგეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ქალაქის განვითარება. ნელ-ნელა შეინიშნება ქუთაისში კრიტიკულ პერიოდში დიდი საცობები. გვაქვს ქალაქში სკოლები, რომლებიც დაანგრიეს და აღარ ააშენეს, რაც იწვევს ქალაქის ცენტრში კიდევ უფრო მეტი სტუდენტის და მეტი მოსწავლის სიარულს. ქალაქი 2009 წლის მერე არ გაზრდილა. ქუთაისს არ მომატებია ახალი ტერიტორიები და არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ქუთაისს ქვიტირის, გეგუთის და სოფელი ბროწეულას ტერიტორიები უნდა მოემატოს. ეს იქნება ქალაქის სამხრეთით. ქუთაისს, როგორც იცით, აუარა გვერდი ავტობანმა, ქუთაისს აუარა გვერდი რკინიგზამ. მაგალითად, ქუთაისში არ ჩერდება ჩხაროსნული მატარებელი, ჩვენ გვიწევს აეროპორტში ჩასვლა იმისთვის, რომ ამ მატარებლით ვისარგებლოთ. ამიტომ ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი განვითარდეს სამხრეთით, თუნდაც მიეცეს დეველოპერულ კომპანიებს იმის საშუალება, რომ იაფად აიღონ ტერიტორიები თუ სახელმწიფო საბაზისო პირობებს შეუქმნის, რაც მოგცემს საშუალებას ქალაქი გაიშალოს სამხრეთით. ის პრობლემა, რაც საქართველოში დგას, რომ ერთგვარ თავკომბალად გადაიქცა თბილისი, ამის მინი მოდელს ვიღებთ ჩვენ ქუთაისში, რადგან ქალაქში ეკონომიკა თავმოყრილია ქალაქის ცენტრში, ყველა სამსახური, ყველა ბიზნესი ცდილობს, რომ ქალაქის ცენტრში განათავსოს თავისი ოფისი, რაც საბოლოო ჯამში სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. გარდა ამისა, მოუმატეს კოეფიციენტი ქალაქს, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად ზღვარი აღარ არსებობს
კორპუსის სიმაღლის, რაც ქალაქს, რომელიც 3500 წლისაა და ქალაქს, რომელიც ამ წუთას ტურისტებით ცხოვრობს, ხშირად ვამბობ ამ შედარებას, რომ ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის არის ერთგვარი გადასხმა, ჩვენ რო აეროპორტი არ გქონდეს, ქალაქი ფაქტობრივად ვერ იცხოვრებდა და თუ გვინდა რომ ტურისტული მიმართულებით ეს ქალაქი განვითარდეს, კიდევ უფრო მეტი ტურისტული ობიექტი უნდა დავამატოთ. აქ მნიშვნელოვანია ვთქვათ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ჩვენ ვიცით რომ გელათი უკვე 6 წელიწადია საშინელ დღეშია და ფაქტობრივად იქ ტურისტი აღარ მიდის. არც ერთი ახალი ტურისტული ატრაქცია არ მიმატებია იმერეთს და ქუთაისს. თან ვიცით რომ ქვეყანაში 5 ყველაზე ტურისტულად დატვირთული ადგილიდან 3 იმერეთშია, მაგრამ არ მომხდარა ახალი ადგილების აღმოჩენა და რეაბილიტაცია. ქუთაისის პრობლემა არის ასევე უდიდესი პრობლემა არის რომ დანაპირებები ფაქტობრივად არ შესრულებულა. ის დიდი პროექტები, მაგალითად როგორიც იყო ელექტრომობილების ქარხანა, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რემონტი. არც ერთი პროექტი არ მისულა ბოლომდე. დღეს ქუთაისში სერიოზული პრობლემაა ნაგავსაყრელთან დაკავშირებით. ქალაქი შეწუხებულია, ზაფხულის სიცხესთან ერთად იმატებს სუნი, გამონაბოლქვი, წვავენ ამ ნაგავს. მოსახლეობა შეწუხებულია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან არ ისმის გამოსავლის გზებზე საუბარი. ჩვენ ასევე ვიცით რომ 2014 წელს გერმანული ფონდების მიერ გამოყოფილიყო თანხა რომ ახალი ნაგავსაყრელი აშენებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქუთაისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა დაერწმუნებინა იმაში და მოეპოვებია მათი ნდობა რომ ახალი ნაგავსაყრელი და ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა არ გამოიწვევდა რაიმე სახის პრობლემებს და ამიტომ მივიღეთ იგივე მდგომარეობა, ნაგავსაყრელი დარჩა ადგილზე, ეს ნაგავსაყრელი ბევრი წლის წინ უნდა დაკონსერვებულიყო, თუმცა ეს პრობლემა დღემდე ძალიან აქტუალურია და ასევე არ შემიძლია არ შევეხოთ თვითმმართველობას, როგორც იცით, ქუთაისის ბიუჯეტი ძალიან მცირეა, მასშტაბებთან დაკავშირებით ამ ქალაქის ქუთაისი არის ჩვენი ბიუჯეტი დაახლოებით 180 მილიონია, რაც ამ თანხის ნახევარი ფაქტობრივად სიპებში და აიპებში დასაქმებული ადამიანების ხელფასებში მიდის. ამ პრობლემას ემატება კიდევ ის, რომ ქალაქის თვითმმართველობას ფაქტობრივად არ შეუძლია რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, ყველაფერი წყდება თბილისიდან, რაც შესაბამისად ამ მოცემულობიდან გამოდის კონკურენცია, გამოდის ერთმანეთთან შეჯიბრი და ვიღებთ მდგომარეობა, სადაც ბიზნესიც და ხელისუფლებაც მომართულია მარტო იმაზე, რომ როგორმე არჩევნებისთვის ხმები მოიპოვოს, ითვლიან თითოეულ ბიზნესს და თითოეულ გაცემულ ტენდერს იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა შეიძლება მიიღონ არჩევნებს. ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციის პრობლემა. საქტატის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში ქალაქი დატოვა დაახლოებით 30,000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა. რაც ნიშნავს იმას, რომ ქუთაის ყოველწლიურად ტოვებს 2000 მოსახლე ისე, რომ უკან აღარ ბრუნდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება ახალგაზრდებში, იმის გამო, რომ არის უმუშევრობა და არის უპერსპექტივობის განცდა. სამწუხაროდ, ქუთაისმა უკვე დაკარგა მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქის სტატუსი, მას ჯერ ბათუმმა გაუსწრო, შემდეგ რუსთავმა და თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით რამოდენიმე წელიწადში ქუთაის სრულად დატოვებს შრომის უნარიანი მოქალაქეების უმეტესობა და ნაცვლად იმისა, რომ გამოყენებული იქნას ამ ქალაქის შესაძლებლობა და პოტენციალი და ვაქციოთ ქუთაისი ეკონომიკის და კულტურის ცენტრად, ჩვენ მივიღებთ შრომის უნარიანი მოქალაქეებისგან დაცლილ დასახლებულ ტერიტორიას. უმთავრესი პრობლემა ამ ქალაქის არის ის, რომ მას წაართვეს ფუნქცია და სახელმწიფოებრივი დანიშნულება. ნებისმიერი ევროპული წარმატებული ქალაქი ეყრდნობა მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ ადმინისტრაციულ ფუნქციებს. სამწუხაროდ ქუთაისს მსგავსი გამოკვეთილი დანიშნულება ფუნქცია დღეს აღარ გააჩნია. როდესაც ქუთაისის გამოწვევებზე და პრობლემებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად აღსანიშნავია ის ბიუროკრატიული სიჭარბე და ადმინისტრაციული ბარიერები, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურად ოპერირების პროცესში და ბიზნესის განვითარების პროცესში აწყდება. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ადგილზე თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლებს არ აქვს შესაძლებლობა ძალიან მარტივი გადაწყვეტილების მიღების და სრულად არიან დამოკიდებული ცენტრზე. ქუთაისში
ქალაქში არის უამრავი ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პრობლემა. ქალაქის შემოგარენში არის უამრავი ნაგავსაყრელი, სადაც არ არსებობს არანაირი დამცავი ფენები, რომელიც მოსახლეობას დაიცავს სუნისგან და იმ მომწამლელი ჰაერისგან, რომლის სუნთქვაც ამ ნაგავსაყრელებიდან, ამ ნარჩენებიდან დაახლოებით 300 მეტრში უწევს ადგილობრივ მოსახლეობას. არ არსებობს ამ ნარჩენების გადამუშავების რაიმე მინიმალური სტანდარტიც და არის სერიოზული საფრთხე, რომ ამ ნარჩენების შედეგად გავრცელდეს უამრავი ვირუსული თუ ინფექციური დაავადება. არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები ქმნის სერიოზულ შეფერხებას ტურიზმის განვითარების სფეროში. ქალაქს, რომელსაც სულ რამოდენიმე კილომეტრში აქვს საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არის იაფი ფრენები და ეს არის შესაძლებლობა უამრავი უცხოელი ვიზიტორის მოზიდვის, არ აქვს საშუალება იმის, რომ შეიქმნას რაიმე ახალი ტურისტული ატრაქციები და ქალაქი ვერ იყენებს მის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას, მემკვიდრეობას ამ ატრაქციების შესაქმნელად. არათუ ახალი ატრაქციების, არამედ არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვას და შენარჩუნებასაც კი ვერ ვახერხებთ და ამ მხრივ აუცილებლად უნდა გამოვყოთ გელათი, სადაც ქართულმა ოცნებამ თავისი დანაშაულებრივი დაუდევრობით ფაქტიურად გაანადგურა ეს უძვირფასესი ძეგლი და არსებობს სერიოზული კითხვები დაიბრუნებს თუ არა ის თავის პირველ იერ სახეს. რა გვჭირს ჩვენ ისეთი? სულ მაგ სასაუბროთ, ვარშავა ჯერ იქიდან გერმანელებმა დაბომბეს და გაასწორეს მიწასთან. მერე აქედან საბჭოთა კავშირმა გადაუარა და ხელმეორედ გაასწორა და დღეს რო შედიხარ ვარშავაში, ძველ ვარშავას გიჩვენებენ. ახალი აშენებულია, ხო, ყველა ხვდებით. აშენებულია ისე როგორიც იყო წითელი აგურით. ულამაზესია. მთელი პოლონეთი არის ულამაზესი. უსუფთავესი. ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს. რომ არაფერს არ უყურებთ. ყრია, მე რა რო ყრია. ხონდა გაიტანო ახლა ეს ნაგავი. სანამდე უნდა იყოს ახლა ასე. დავდივარ აქ მოძრაობს სისტემატიურად. ერთხელ არ მინახავს დასუფთავებული რაიმე. თვითონ ეს უბანი არის ულამაზესი. აი აქ არის დაბადებული პოლონეთის პირველი პრეზიდენტი. ვლადისლავ რაჩკევიჩი. ой, არიცოთ. აი მისი ძეგლიც გვაქვს ქუთაისში, ხო? და რო ჩავდივართ, ან ისინი ჩამოდიან, ვეუბნე, იცით თქვენ რო აი თქვენი პირველი ზოგმა არ იცის ეს რატო? იმიტომ რომ ეს კაცი პრეზიდენტად დაასახელეს, როცა მთავრობა პოლონეთის იყო ინგლისში გაქცეული ომის დროს. იქ გარდაიცვალა, მაგრამ დაიბადა ქუთაისში მონათლეს. აქ ხარების ეკლესია, ეხლა და მაშინ კათოლიკური ეკლესია იყო. როდესაც სოციალური პრობლემებია, ქალაქის ფუნქციის პრობლემა, იდენტობის პრობლემა აქვს, აქ ჩანს ის, რომ სამუშაო ადგილები არ არის და სიღარიბეა. როცა ის ამდენი პრობლემა ადამიანი, რომელიც რაღაც ინიციატივას გამოიჩენს და თვითონ ამ ყველაფერს ცვლილებას დაიწყებს, მინიმუმ ხელი არ უნდა შეუშალო ბიუროკრატიით. და მე ეს ბიუროკრატია როგორ გამოვასწოროთ და ვისთან მივდივართ? ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელსაც მცირედი და მოუკიდებლობა აქვს ცენტრისგან, ცენტრთან, რომელიც ქუთაისთან შეხება ნაკლები აქვს. ანუ აი ამ პირობებში მცირე მეწარმემ რა უნდა გააკეთოს? როგორ დასძლიოს, ურჩხული უნდა დაამარცხოს ალბათ, რომ რაღაცა ადგილზე შექმნას. პერსპექტივა გააჩინოს. რესურსი უნდა არსებობდეს იმისი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული იქნას ადგილზე და ეს ბიუროკრატიული პროცესები არ მოიცავდეს ადგილობრივი დოკუმენტაციის შემცვლებას, შემდეგ გადაგზავნას, შემდეგ მოლოდინის რეჟიმს, რომელიც არის დაუსრულებელი, შემდეგ საბოლოო პასუხის მიღებას. ეს პროცესი სწრაფად წინ ვერ წავა. პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ, დაახლოებით 1 წლის წინ მეიჯარესთან მქონდა კომუნიკაცია, რომ ვიქირავო ფართი და რადგან ეს ფართი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, წელიწადია პროცესი მიმდინარეობს და ეხლა ხო კანონმდებლობა შეიცვალა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა სარემონტო სამუშაოები ასევე უნდა შეთანხმებული იყოს. დაახლოებით 1 წელი კიდევ ეს პროცესი ჭიანურდება. ანუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ქონდეს ადგილობრივ დონეზე, რომ ეს პროცესი ძალიან არ გახანგრძლივდეს და რაღაც მეწარმესაც აღარ შეეცვალოს კონკრეტული საქმის გაკეთების სურვილი რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მიმართულებით, არა მხოლოდ ნებართვებზე მაქვს საუბარი. დეცენტრალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივ ლოკალური პროგრესის მისაღებად. პრობლემები შეიძლება ძალიან ბევრი გამოვყოთ და არც ერთი შეხვედრა, არც ერთი კონკრეტული ერთი შეხვედრა არ გვეყოფა ამ პრობლემებზე სასაუბროთ. უბრალოდ ალბათ გონირული იქნება თუ ამ პრობლემებს დავყოთ რა არის რაღაც ბიზნესის მიმართულებით პრობლემები და საყოფაცხოვრებო მიმართულებით. მაგრამ ამ პრობლემების რაღაცა ნაწილი ორივეს აფერხებს და ორივეს ზღუდავს. ხა
ადამიანი ცხოვრობს გარემოში და ეს გარემო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, პროდუქტიულობას, ცხოვრების ხარისხს და ასე შემდეგ. მეც წარმოვადგენდი თვითმმართველობას 10 წლის წინ. უბრალოდ ესეთი რაღაცა არის ამ მიმართულებით, რომ ანუ თვითმმართველობა ამ ყველაფერს ხედავს, ეს ყველაფერი ასახული არის ეს პრობლემები სტრატეგიულ დოკუმენტებში, უბრალოდ გაწერილი არ არის კონკრეტული სამოქმედო მექანიზმი თუ როგორ მოხდება ამაზე რეაგირება. თუ რაღაც არ შეიმუშავდა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა უნდა გადაიდგას, ასეთ შემთხვევაში ეს საცობი მხოლოდ თუ დაგრძელდება და ჩვენს ცხოვრებას აუტანელს გახდის. სხვა მხრივ არ შეიცვლება. აი ინფრასტრუქტურული პრობლემები ძალიან წვავეთ, ანუ თუ ფიქრობ ქუთაისის პრობლემებზე, ანუ ინფრასტრუქტურა ხო მარტო რაღაცა ეს არ არის რაღაც შენობა, ინფრასტრუქტურის ნაწილია ის, რომ თქვათ საუბრობთ საცობებზე, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილი არის ის, რომ ქალაქს აქვს 10 წლეულები ნაგავსაყრელის პრობლემა, იქაურობა ყარს, იქ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მომსპარი არის და ადგილობრივებს ექმნებათ ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული რისკი. თან ეს არის სავიზიტო ბარათია და აი ნაგავსაყრელს გაივლი და მე გვესალმება ქუთაისი. თუ არ ვწდები რაღაცა 50 წელიწადზე მეტია ეს პრობლემა არსებობს. ზოგადად ეს პრობლემები კიდე მრავალნაირად შეიძლება დავყოთ. არის პრობლემები, რომელიც რაღაც მემკვიდრეობით მოგვსდევს და არის პრობლემები, რომელიც უბრალოდ თანამედროვეობამ მოიტანა, ხა იგივე საცობი, ხო? მაგრამ რაც შეიძლება მემკვიდრეობით პრობლემებზე ვისაუბროთ, აი ქუთაისში თუ არ ვწდები, ბოლოს სადღაც 65 წლის წინ აშენდა ბოლო ხიდი. მის მერე ქალაქში ბევრად უფრო მეტი მანქანა მოძრაობს, მართალია ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება და ის რომ მცირდება მაცხოვრებლების რაოდენობა, ცალსახა ინდიკატორია იმისა, რომ რაღაცა ქალაქში პრობლემა არის, ხო? ანუ პრობლემების რაღაცა მთელი წყება არის. შესაბამისად, ესეთი ჩამორჩენა, რომელიც ქალაქს აქვს, ვერ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს ქალაქში. მე გულისხმობ უბრალოდ იმას, რომ ის სტატუსი, რომ ქუთაისი არის რაღაც საყვარელი ქალაქი, სადაც შეივლი დრო და დრო ან ჭირის დღეზე, ან ხინის დღეზე დახვდებიან გემრიელი კერძებით, ნაცნობ ხანგებს გიღინებენ და რაღაც მე გააგრძელებს გზას, ეს სტატუსი აბსოლუტურად არასაკმარისი არის ქუთაისისთვის. ქუთაისი სამწუხაროდ ახლა არ არის ქალაქი, სადაც ისეთი კრეატიული ადამიანი, შრომის მოყვარე ადამიანი, რაღაც საკუთარ მომავალს დაგეგმავს, საკუთარ შვილების განათლებას იცნობს და ესე შემდეგ. ანუ ეს გადინება, რაოდენობა, რაც მართალია ეს მარტო ქუთაისს არ ახასიათებს, მაგრამ ყველაზე ესეთი მაღალი მაჩვენებელი ქალაქებს შორის საქართველოში ქუთაისს აქვს და ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, ხო? ანუ ეს მიზეზები არის ნაწილი, რაც ჩამოვთვალეთ და ნაწილი კიდე ის, რასაც დრო არ გვეყოფა. რა დარჩა ახლა ქუთაისს? დარჩა უზარმაზარი კულტურა. აი ხა თეთრი ხიდი და რეზო გაბრიაძის გმირებია გამოსახული. აი ამის მოვლაც ვერ ვისწავლეთ. რეზო გაბრიაძე, მე, ჩემი კოლეგები ქუთაისში ვეძებდით ადგილს მარიონეტების თეატრისათვის. რეზო ქუთაისელი კაცი უზომოდ შეყვარებული თავის ქალაქზე ეძებდა ადგილს, რომ თეატრი აქაც ქონოდა მისი საკუთარი. ბევრი ვეძებეთ. იმაზე უარი, ამაზე უარი, იქ წყალი დგება, 1000 სისულელი და ბოლოს კათოლიკების ეკლესიასთან გამოუყეს რეზოს ადგილი. რეზო მოაწყო თეჯირი, დარბაზი, საოცარი სითბო ამ ადამიანს არ ეშლებოდა. რომ უნდა გახსნილიყო კათოლიკურ ეკლესიაში შევიდა ჩვენი საპატრიარქო. ნუ ახლა ეკლესია შევიდა, რეზოს ხმა არ ამოუღია, ჩვენც ხმა ვერ ამოვიღეთ, იმიტომ რომ ახლა ეკლესია ვერ აიტანს თეატრს მის გვერდით, ხო? გასაგებია ახლა. ეს პროექტი ჩავარდა რეზო მერე ქუთაისში აღარ ჩამოსულა. იმათ ნამუსზე და სინდისზე იყოს რომ აი რეზო დაკარგა ქუთაისს და ქუთაისმა დაკარგა რეზო. დღეს ქალაქში ამ გიგანტი პიროვნების არაფერი არ დევს. ეს არ არის რეზო გაბრიაძე. არც ის სურათი არ არის რეზო გაბრიაძე. ნუ ცხენია მე. ერთადერთი პიკასოს ბიჭი ამშვენებს თეთრ ხიდს. დანარჩენი მისი გმირები მე არ ამყავს. არ ამყავს. ისინი იკარგებიან დროში და სივრცეში. ძალიან სწრაფად ხდება ეს და გული მტკივა.
ქალაქს აქვს პრობლემა შეინარჩუნოს თავისი კულტურული მემკვიდრეობა. ერთის მხრივ როგორც ბიზნესის წარმოადგენლები ამბობენ, ძალიან ესეთ ბიუროკრატიულად დროში გაწერილი არის ის მექანიზმი თუ როგორ გამოხდეს ბიზნესის შესვლა და ფუნქციონირება ამ სივრცეში და მეორეს მხრივ არის ის, რომ თქვათ ჩვენს თვალწინ რაღაცები იშლება და ვერ ვინარჩუნებთ. თუ იგივე როდესაც საუბრობთ გუბერსკის ციხე ახსენეს, ეს უბრალოდ მარტო ინფრასტრუქტურული საკითხი არ არის და რაღაცა ძველი შენობის გაუჩინარების საკითხი არ არის, ეს არის ის საკითხი, რომელთაც შეიძლება დაგვეინტერესებია ტურისტები. ანუ ქუთაისში ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩამოდის, მაგრამ სამწუხაროდ ერთი პრობლემა აქვს ქუთაისს, რომ დიდხანს ქუთაისში არ რჩებიან, მე მინახავს კვლევები, ქუთაისში აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ქუთაისში ხარჯავს დღენახევარს ან ერთ დღეს მაქსიმუმ. ფაქტია, რომ ქალაქს აქვს პრობლემა შეინარჩუნოს ტურისტი და იგივე ეხა ტურისტული ობიექტისთვის წარმოიდგინეთ 50 სტუმარი, რომელიც რჩება ერთი კვირით და 50 სტუმარი, რომელიც რჩება ერთი ღამით, აბსოლუტურად სხვა დატვირთულობაა და აბსოლუტურად სხვა ფინანსურ მაჩვენებლებამდე გამყვანი არის ყველაფერი. საჭირო არის ამ სიძველეების შენარჩუნება, იგივე გელათი არ შეიძლება არ ვახსენოთ და ძალიან კარგია რომ ახსენეს, ხო? ანუ წარმოიდგინეთ მარტო ის ხო არა რაღაც სულიერი ფასეულობა, კულტურული მემკვიდრეობა, ანუ რამდენი ადამიანი უბრალოდ ქუთაისში ჩამოდის, იმიტომ რომ გელათში ავიდეს, გარდა იმისა, რომ რაღაცა გელათი არის ჩვენი რაღაცა წარსულის და მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, გელათი კვებავდა ჩვენ იმით, რომ გელათის სანახავად მოსული სტუმარი იგივე სადღაც განთავსების ობიექტში, სასტუმროში ან ჰოსტელში ღამეს გაათენებდა და რაღაცა რესტორანში მიირთმევდა და აგემონებდა კერძებს. შესაბამისად ეს პრობლემა ურთიერთ გადაჯაჭვული არის და საჭიროა მათი რაღაცა ქმედითი და რაღაცა გაწერილი პასუხის გაცემა ამ ყველაფრისთვის საკმარისი არ არის, მხოლოდ კიდევ ერთხელ გამოვიდეს, საკმარისი არის უბრალოდ რაღაც სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა და მასში ხსენება, ამაზე საჭიროა რეაგირება და საჭიროა რაღაცა ის გზამკვლევი, რომელშიც გაწერილი იქნება რა დღეს, რა კვირას, რა კეთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კიდევ მრავალი 10 წლეულის განმავლობაში ეს ყველაფერი იგივე ასევე დარჩება. ჩემთვის ახლა თითოეულ ამ ქვას, თითოეულ ამ ფასადს აქვს უზარმაზარი ღირებულება. ერთადერთი რაც მინდა ისე უნდა მოეწყოს, რომ ქალაქში ვისაც რა გაუხარდება, ის არ გააკეთოს თავის ფასადზე. არ შეიძლება ფასადი გახდეს კერძო ინიციატივა. ქალაქს ყავს არქიტექტორი, არქიტექტორის სამსახური, ქალაქს ყავს მხატვარი და ეს ყველაფერი უნდა იქნეს მოქცეული ერთ სისტემაში. სად რა როდის უნდა გაკეთდეს. მოედნიდან ქალაქის ცენტრში შემოდის დაახლოებით 8 თუ 9 ქუჩა. 9 მიმართულებით რო წახვიდე, ისეთ მარგალიტებს აღმოაჩენ. ისეთ მარგალიტებს აღმოაჩენ, რომ აი უბრალოდ ვერავინ ვერ ამჩნევს ამას. იმას უნდა გასუფთავება. იმას უნდა განათება. და ეს უნდა იქნეს შეტანილი ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად. აი სულ მცირე დეტალები, რომელიც ლამაზია და რაღაცისკენ გიბიძგებს, განათე რა. განათე რა. თუ უბრალოდ ავიღებთ სტატისტიკას მაცხოვრებლების შესახებ, რომელსაც სტატისტიკის სამსახური გვაწვდის, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქალაქში დაიწყო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, იყო მაშინ, როდესაც საუბარი იყო პარლამენტის გადმოტანაზე. აი მაშინ იყო რაღაცა საუბარი იმაზე, რომ იყო ესეთი მაგალითად ლაგუნა ერქვა, ეს პირველი სპორტული კომპლექსი იყო ქუთაისში, მანამდე ესეთი რაღაცა ესეთი საერთო დარბაზი, აუზი, რაღაც მანამდე არ იყო რა. სულ ახლახანს გაჩნდა ეს ყველაფერი. რომ გაიაროთ აი გასწვრივ, აღმოაჩენთ, რომ უბრალოდ ნანგრევებად არის ქცეული რა, ანუ გაკეთდა მაგაზე გათვლით. ლოკაცია, სადაც კეთდება პარლამენტი, მიბმული უნდა იყოს აუცილებლად იქ აღმასრულებელი ხელისუფლებაც და შესაბამისად ახლა უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ იმდენი ძალიან კარგი შენობა არის ქუთაისში ხა მიტოვებული და გავარანებული მაგალითად ფოსტის შენობა რო არის რა და აი წარმოვიდგინეთ ის მომენტი რომ ჩეხეთის მაგალითად საელჩო ეძებს ადგილს იმისათვის რომ საკუთარი საელჩო გადმოიტანოს ქუთაისში ხო აი რამდენი ესეთი ობიექტი გაცოცხლდება რამხელა სისხლი გადაისმება ქუთაისის არტერიაში ხო და აქედან გამომდინარე ჩემი ქალაქისთვის ცხოვრობთ ქუთაისში ნიშნავს რომ ეს გავაკეთეთ რაღაცა გათვითცნობიერებული არჩევანი ხო ბევრი სხვისგან განსხვავებით იმიტომ რომ ჩვენმა ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურ უმეტესობამ დატოვა ქალაქი
და ჩამოდიან ისინი უბრალოდ აღდგომას რაღაც წითელი კვერცხით მათი წინაპრების საფლავზე ხო და ამ ქალაქში ვცხოვრობ და გვინდა საუკეთესო ამ ქალაქისთვის და ზოგადად ჩემთვის ეს არის ინდიკატორი ადამიანი რომელიც ან რაღაც პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკური ძალა რომელიც ამბობს რომ ქუთაისს არ ჭირდება პარლამენტი არ უნდა გადმოვიდეს, ჩემთვის პირადად ანუ განსაზღვრულია თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ ბიულეტენში ნომრის შემოხაზვისას რა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ქალაქში არსებობს ეს შენობა, ინფრასტრუქტურის ნაწილი არსებობს, უბრალოდ ამას კიდე რაღაცები უნდა მიემატოს იმისათვის რომ სრულფასოვანი გახდეს ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირება ქუთაისში. პრობლემა რაც თბილისში ჩემი აზრით აწუხებს, ეს არის რაღაცა მოუნელებლობა, ანუ ქალაქის ინფრასტრუქტურა ვერ ინელებს იმ მანქანების, ადამიანების და რაღაცა იმ ობიექტების რაოდენობას, რაც ქალაქში არის, ძალიან გართულებული არის მისვლა-მოსვლა, სულსაცობებია. შესაბამისად, ეს შესაძლოა თბილისს ძალიან მტკივნეულად არ დაეტყოს და პირიქით ამოისუნთქოს ქალაქმა. ჩვენ ახლა რაზედაც ვსაუბრობთ, ეს არის ის რომ ქალაქს არ აქვს ფუნქცია, ჩვენს ქალაქს სამწუხაროდ არ აქვს ფუნქცია. ხშირად ახლა ყვაყოფილდებით სამწუხაროდ იმით რომ ვაიმე ყველას უყვარს ქუთაისი. კი, გვიყვარს ქუთაისი. ქუთაისი უნდა იქცეს რაღაც ინოვაციები ადგილად, სადაც კიდევ ერთხელ გავამეორებ, ადამიანი დაფუძნდება ამას, გათვითცნობიერულად გააკეთებს. ისე კი არა, უბრალოდ წასასვლელი რო არა აქვს და გამოსავლის არქონის გამორჩება. დაფუძნდება და რაღაც თავის მომავალს შექმნის აქ. ძალიან მტკივნეულად მახსოვს, აი დაპირება. თორსტები ჭირვარიას დროს იყო რიონის პირასახლების რეაბილიტაციის პროგრამაზე საუბარი. ხო, 2019 წელს ყოფილა პირველად. ძალიან შთამბეჭდავი ადგილი, რომელიც არის აი სრულიად გაუბედურებული ახლა და ანუ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო მაგრამ არც არაფერი. მე არ მახსენდება, რომელიმე ერთს მაინც გავუკეთდა რეაბილიტაცია, გახსოვთ? მე მგონი არც ერთს. უბრალოდ ეგ იყო დაპირება. პირიქით ფიქრობ, რომ უცდიან რომ დაინგრეს ეს შენობები. თქვენ ხედავთ თეთრხიძე რო დადგებით, უკვე კორპუსების მშენებლობაა დაწყებული მარცხენა მხარეს. თეთრ ხიდთან არის კორპუსების მშენებლობა. როცა აქეთ გაქვთ რიონის სანაპიროზე ულამაზესი წყება ხის სახლების აივნების და უცდის ასე, აი მართლაც უცდის თავრობა თუ ხალხიც უცდის, როდის დაინგრევა. იქ ვიღაცები ვეღარც ცხოვრობენ. ზოგი ცხოვრობს, მაგრამ ძალიან ცუდ პირობებში, ხიდის მშენებლობა ახსენეთ და მართლაც ძალიან აუცილებელია ამხელა მდინარე, აი ასეთი ლამაზი მდინარე, თავის ირგვლივ ულამაზესი ხედებით არის სულ რაღაცა ძველი 2-3 ხიდის გამტარიანორა. ისიც თეთრი ხიდი ჩაკეტილია საერთოდ და აქეთ წითელი ხიდიც თითქმის ნახევრად ფუნქციონირებს, იმიტომ რომ მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. ზოგადად ქუთაისში ტრანსპორტის საკითხი, რასაც ქვია, მე მაგალითად რომ ვიღაცამ მკითხოს, ვიტყოდი, რომ აი ქალაქის ცენტრებში ელექტრომობილებით სიარული მაგალითად და ძალიან ისეთი გამორჩეული გარეგნობის ტრანსპორტი, რომელსაც ტურისტებიც გამოიყენებდნენ და ყველაფერს დაათვალიერებდნენ აი ასეთი სახით და არ იქნებოდა ზედმეტად გადატვირთული. უხდება ქუთაის სილამაზე, უხდება სიკოხტავე, უხდება სიმღერაც, ცეკვაც და ყველაფერი უხდება, მაგრამ თქვენი არ იყოს თუ ეკონომიურად არ წაიწია წინ, მარტო ამით ვერ სულდგმულობთ. კი, ჩამოდის თბილისელი ადამიანების სტუმრები ძალიან ბევრი მყოლია ახლა, როცა ტარდებოდა მზიამაღლობელის პროცესი და თბილისიდან ჟურნალისტები მიდიოდნენ, რატომაც იყო ესეთი ისა, რომ შუა გზაში ქუთაისში უნდა ისედაც ისვენებს ხალხი ქუთაისში. ზოგი ზღვიდან მოდის და მე ამას მიჩვეული ვარ, იმიტომ რომ მთელი აღმოსავლეთი და დასავლეთში რომ მიდიოდა, ჩემთან გამოივლიდა ხოლმე და ეს გამოცდილება მაქვს. რომ გამოივლიდნენ ხოლმე გელათის ქუჩაზე ვცხოვრობ თან და ეს ზემოდა რომ გადმოყურებ ქუთაისს, აი მე ერთი სახლი ნეტა რა ღირს იძახის სულ ყველა რა მაგარია, როგორ მინდა ქუთაისში ერთი პატარა სახლი მქონდეს, ანუ ადამიანებს სურვილი უჩნდებათ სიმშვიდეში, წყნარეში, თან ქალაქის ძველუბნებში სიამოვნებით ყურება და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეკონომიურად ყველაზე მთავარი არის ადამიანმა აქ უნდა ირჩინოს თავი. ეს არის პირველი. თუ ვერ ირჩენს, ვერც ბაგრატის სილამაზე, ვერც მწვანე ყვავილას ეკლესია და ვერაფერი ვერ დაგაკავებს იქ, ხო? პენსიონერი ვარ, ახლა მე მაგალითად, კაი, თქვათ მუშაობ, მაგრამ პენსიონერი ჩემს გარდა რამდენია იმდენი, რომელიც არ მუშაობს. 370 ლარად რო გავიანგარიშოთ, რას გავაკეთებთ ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თბილისთან შედარებით ვითომ იაფიფასებია. მე ჩემს მეგობრებს უთხარი, პენსიონერები დაახლოებით 1-25 კაციანი ჯგუფი გვაქვს, ასე 60+ კლუბის. და იმათ უთხარით ერთ შეკრებაზე, იანვარში 20 ლარი რო გვემატება პენსია.
გვაქვს 350 გვემატება 20 ლარი, 370 ლარი. რას ფიქრობთ, ეს რა დამოკიდებულებაა ჩვენი თაობისადმი? მასხარა თაგდება დაცინვა თუ დიდი სიყვარული თქო? იმ დროს ზუსტად აი იმერეთში ყველაზე ისეთი პროდუქტი არის, რომ არ არსებობს ახლა ადამიანი ღარიბიც რო იყოს, ყველი უყვარს ყველას და ხაჭაპურს აკეთებს და 1 კილო ყველის ფული მოგცეს. დაგვაჯილდოვეს. თვითონ თავისთავად დაიჯილდოვეს 1500-2000 ლარის მატებით. თორე მთლიანად კი არა, მატებით, სადღაც 12000 გახდა 14000. და მაშინ ნამდვილად მითხრეს უყოლამ და დამიდასტურა, რომ დაგვცინია. ესენი ჩვენ დაგვცინიან. ნამდვილად ესეა. 370 ლარი ქუთაისშიც კი, როცა მაინც ასია თუ ისე რაღაც გლეხურ მეურნეობებთან ცოტა კავშირები გვაქვს, 2-3 დღე შეიძლება პროდუქტებისთვის არც გეყოს. წარმოიდგინეთ, როცა ადამიანს 60 წელს გადაცილებულს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვს და ისეთი ქრონიკული პრობლემები, რომელსაც ყოველდღურად წამალი ჭირდება, რომელსაც კვლევა ჭირდება 2-3 თვეში ერთხელ, რომელსაც ექიმთან ვიზიტი ჭირდება, რაც უკვე 50 ლარს 70-80 ლარი გახდა. პენსიონერისათვის გაუსაძლისია აქ ცხოვრება. მთავარი რესურსი, რომელიც ამ ქალაქს აქვს, ქუთაისს, არის ადამიანი. ადამიანები არის ქალაქში დასაბრუნებელი. ადამიანებს უნდა შეუქმნათ პირობები იმისთვის, რომ მოუნდეთ ამ ქალაქში ცხოვრება. ქუთაისი სამწუხაროდ ვერ გახდა იმერეთის ცენტრიც კი, ამიტომ როგორმე უნდა შევძლოთ, რომ ქუთაისში ცხოვრება მოუნდეთ ახლოს 12 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს, იმისთვის, რომ ქალაქი გაიზარდოს. ქუთაისში ამ მონაცემებით 123000 ადამიანი ცხოვრობს და ვიცით, რომ დაახლოებით 200-230 ადამიანი ცხოვრობდა. ანუ ქალაქში გვაქვს იმის რესურსი, რომ ადამიანების რაოდენობა მოიმატოს. ქალაქი აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამხრეთით, მიუერთდეს ავტობანს და რკინიგზას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე სოფლის ტერიტორია შემოუერთდეს ქალაქს. 2009 წლის მერე ქუთაისი არ გაზრდილა. ამ ტერიტორიების მომატებით შეგვიძლია ბიზნესს მივცეთ ახალი ბიძგი, რომ დაიწყონ ინვესტიციების ჩადება ერთგვარ კონცეფციაში, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ახალი ქუთაისი, რაც ბევრ ევროპულ ქალაქში ხდება. ქუთაისი არის 3500 წლის ქალაქი და წარმოუდგენელია ეს რიცხვები და ამ ქალაქის ისტორია არ გამოვიყენოთ მომავალი პერსპექტივისთვის. ტურისტულად ქუთაისი ძალიან მიმზიდველი ქალაქია. ჩვენ გვაქვს აეროპორტი, რომლის დატვირთვაც კიდევ უფრო მეტად შეიძლება. აეროპორტი, სადაც მაგალითად შეგვიძლია გაკეთდეს სატვირთო ტერმინალი, რომელიც ამ ეტაპზე არ არის და ფაქტობრივად ქართველი გლეხი და ქართველი ბიზნესი დასავლეთ საქართველოში მოკლებულია ამ რესურსს, რომ თავისი პროდუქტი ადვილად გაიტანოს სხვა ქვეყნებში და ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გააზრება თავისი მთელი შინაარსით, რომ ადგილზე ჩვენ თავად შეგვეძლოს ჩვენი პრობლემებზე საუბარი და ჩვენი პრობლემების მოგვარება. ჩვენ ვიცით, რომ ქუთაისში ძალიან ბევრი შენობა ნაგებობები და ტერიტორიები არის სახელმწიფო ბალანსზე. მე მგონია, რომ პირველ რიგში ეს ტერიტორიები და შენობები უნდა გადმოიქცეს ქალაქის თვითმმართველობას და ჩვენ თავად შევძლოთ მათი წარმართვა, როგორც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, თანხებიც ჩვენ ბიუჯეტში გაჩნდება და ბოლოს ვიტყვი, რომ ქუთაისის ბიუჯეტი არის სამარცხვინოდ ცოტა. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს დაანგარიშება იმ თანხების მიხედვით, რაც ქუთაის ბიზნესმენებს, ადამიანებს შეაქვთ ბიუჯეტში, იმის ნახევარი მაინც უნდა დარჩეს ქუთაისში. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში ქუთაისის ბიუჯეტი თავისუფლად შეიძლება იყოს 300-400 მილიონი. თუ აი ამ ქუთაისში არსებულ პრობლემებს ჩაუღრმავდებით, ეკონომიკური სტაგნაცია იქნება, მიგრაციის პრობლემა, მათ შორის ბიზნესის განვითარების შეფერხების საკითხები, ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს ყველაფერი არის შედეგი იმის, რომ ქალაქს არ გააჩნია რეალური თვითმმართველობა. ქუთაისს არ აქვს მცირე ფინანსური და პოლიტიკური ავტონომიაც კი, რომელიც მას მისი მომავლის დაგეგმვის და განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა. ყველაფერი არის დამოკიდებული ცენტრზე, ცენტრალურ ხელისუფლებაზე და ადგილობრივი ხელისუფლება არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების, არამედ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია. ფაქტობრივად ადგილზე არ ხდება არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელება, სადაც ჩართულები უნდა იყვნენ ქუთაისის მოქალაქეები
გავლენები და მათ სრულიად ეკარგებათ განცდა იმის, რომ ქალაქის ცხოვრებაში, მის განვითარებაში რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ქუთაისის პრობლემა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური არ არის. ქუთაისის პრობლემა არის პოლიტიკური და ეს არის გადაჭარბებული ცენტრალიზებული ძალაუფლება, რომელიც ქალაქს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შემდეგ ქუთაისს უნდა მიეცეს მეტი ფინანსური რესურსი, მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის და საკუთარი განვითარების განხორციელების მიმართ. ასეთ დროს ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და რაც მთავარია ქუთაისის ბედს უნდა წყვეტდნენ ქუთაისელები და არა დედაქალაქში ბიუროკრატები საკუთარ კაბინეტებიდან. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთ-ერთი უმთავრესი, რომ ქალაქს დაუბრუნდეს ფუნქცია, ქალაქს მიენიჭოს სახელმწიფოებრივი დანიშნულება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი და ამ მხრივ გავიხსენებ იმას, რომ ქუთაისს ჰქონდა სტატუსი საპარლამენტო ქალაქის, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ სტატუსთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი უნდა დაბრუნებოდა თბილისს და ეს სისრულეში მოიყვანეს 2017 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შედეგად და ქალაქს წაართვეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. მე როგორც ქუთაისელი საკუთარ თავს მივცემ უფლებას, რომ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელი ყველა იმ არგუმენტებით, რომელიც იმ 2017 წელს ქართულმა ოცნებამ მოიშველია ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეს ბრაზი დღემდე მოყვება ქუთაისის მაცხოვრებლებს. ამიტომ ჩვენ ფედერალისტები მივიჩნევთ, რომ იმისთვის, რომ ქალაქს დაუბრუნდეს ფუნქცია და სახელმწიფოებრივი დანიშნულება, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, თუ შედგება კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, პარლამენტთან ერთად ქუთაისში უნდა გადმოვიდეს მთავრობა, რათა როგორც ერთმა ისე მეორემ შეძლოს გაცილებით ხარისხიანად და ეფექტურად საკუთარი ფუნქციების განხორციელება და ეს იქნება საუკეთესო და ყველაზე სწრაფი საშუალება იმისთვის, რომ ქალაქი იქცეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად. ქუთაისს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა და პოტენციალი იმისთვის, რომ მას არ სჭირდებოდეს მოწყალება ცენტრიდან, მას სჭირდება უბრალოდ ფუნქცია, სახელმწიფოებრივი დანიშნულების მინიჭება და სჭირდება ასევე თვითმმართველობის რეფორმის შედეგად უფლებამოსილების მინიჭება და ეს უფლებამოსილება მას მისცემს შესაძლებლობას დაიზბრუნოს თავისი საკუთარი ისტორიული როლი და ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ამ ქალაქს აუცილებლად გახდის წარმატებულ, ევროპულ, განვითარებულ ძლიერ ქალაქად. პარლამენტის გადატანა ქუთაისში და საპარლამენტო სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალაქისთვის. რაც შეეხება იმ სტატუსს, რომ ქუთაისმა მიიღოს საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსი, ამის მცდელობა ქართულ ოცნებას ჰქონდა და ჩვენ ვიცით ხო ბიძინავენ ივანიშვილის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც რეალურად უნდა მოეზიდა დაახლოებით 60,000 სტუდენტი, მაგრამ დღესდღეობით მივიღეთ რამდენიმე ასეული სტუდენტი და ეს უნივერსიტეტი იქცა სამსახურიდან გაშვებული, ანუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც გაუშვეს ამა თუ იმ პოზიციებიდან მათი დასაქმების რაღაც ცენტრად და მეტიც ივანიშვილმა ბოლოს ადგა და ეს უნივერსიტეტი გადასცა სახელმწიფოს, ანუ ჩვენ ვინახავთ საკუთარი ბიუჯეტით ვუხდით ამ ადამიანებს ფულს და მთლიანად ამ უნივერსიტეტის ბიუჯეტს ქართველი ხალხი აფინანსებს. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ სტატუსი მიენიჭოს ქალაქს და იყოს მცდელობა იმის, რომ საგანმანათლებლო სტატუსის მქონე ქალაქად იქცეს, მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამას ყოველ შემთხვევაში წინ უნდა უსწრებდეს ინფრასტრუქტურის განვითარება ქალაქში და ყველა იმ პრობლემების და გამოწვევების მოგვარება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა და ჩამოვთვალეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად ამ ქალაქის ქცევა კულტურის თუ განათლების ცენტრად გაცილებით რთული იქნება. ქუთაისლებს ჰქონდათ შესაძლებლობა 2012-17 წელს გაეგოთ ასე ვთქვათ, გემო იმ ბენეფიტების და მიიღოთ ის სასარგებელი, რაც პარლამენტის ამ ქალაქში გადატანას მოყვა. თუმცა აქაც სერიოზული პრობლემა იყო იმ კუთხით, რომ მთელი ადმინისტრაცია პარლამენტის და ეს ბიუროკრატიული რგოლი ვერ გადმოყვა, რადგან მოსვლისთანავე ქართულმა ოცნებამ მისი უკან წაღება დაანონსა. შესაბამისად, ყველაფრის ამის გათვალისწინებით, ისტორიული, გეოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება ამ ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო სწრაფი შესაძლებლობა მისი განვითარების. ყველა ქალაქის არქიტექტურას აქვს თავისი ხელწერა. ქუთაისში
ჭარბობს აი ესეთი არკა შესასვლელი. ასევე ფანჯრები და როგორც კი სხვა რამეს დაინახა უკვე დისონანსი შემოდის ხასიათში რომ კი მაგრამ ეს ასე რატო არ არის ისე რომ შეიძლებოდა იყოს ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი ქალაქი არ არის ერთი მმართველობის ქვეშ აქ ვისაც რა უნდა იმას აკეთებს და აშენებს დღეს გააკეთეს ქუჩა ხვალ უკვე ამოთხრილია ამიტომ ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული არის ის რომ ქალაქმა ვერ შეინარჩუნა შინაარსი ფუნქცია რა არის ქუთაისის ფუნქცია? ეხლა საერთოდ წაშლილია. დღეს ქუთაისის ფუნქცია არ აქვს. როცა ლაპარაკობ სიტყვა ფუნქციას, მე მხედველობაში მაქვს საზოგადოების ადგილი ქალაქის ცხოვრებაში. ადრე ვიძახოდით, რომ ქუთაისი არის სამრეწველო ქალაქი. მართლა ასე იყო. სამრეწველო იყო, კაცო. ქიმიური მრეწველობიდან მოწყებული მანქანათმშენებლობით დამთავრებული ყველაფერი იყო ქუთაისში. დღეს არაფერი არ არის საერთოდ. პარლამენტის შენობამ და ზოგადად პარლამენტის გადმოსვლამ, სამსახურების გადმოსვლამ გააჩინა უცებ იმედი. სტაცეს ხელი და პარლამენტი გააქანეს თბილისში. ვითომ ჩვენ აქ ქუთაისში ვართ აი ავადმყოფები მოურჩენელია, როგორ შეიძლება ქუთაისში ხა პარლამენტი იყოს. ამას დიდი უტვინობა. ლენინის პარტია დაინგრა მანჭკვალა სოკოსავით. რატო დაინგრა, იცი? საზოგადოება განვითარდა, ეს გარდაუვალია. შენ ვინახარ? შენ ვინახარ ეგეთ სისულელებს ვაკეთებ? აი ეს ახარ. პირდაღებული ამხელა სამუშაოა გაწეული და არასწორად არის დაგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ფული დაიხარჯა, მაგრამ ეს გაგიჭრის მანქანა ისე საქმეა, საბურავს და გამიჭრა კიდევაც 1000 ჯერ. რა ვქნა ხა ვის ველაპარაკო ამაზე ამათ ერთხელ იყვნენ სინდისის პატიმრები ჩამოსულები მშობლები ჩვენთან აქციაზე მოსულები და ესეთ რაღაცა გითხრეს რომ მეორე დღესო უნდა წავიდეთ ცენტრალურ ბაზარში იქეთ ჭავჭავაძეზე ბაზარი რომ არის და თუ გამოყვებით თქვენო და გაზეთებს თუ დაგვარიგებინებთ რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი დავთანხმდით და წავედით მათთან ერთად აი ცენტრალურ ბაზარში რომ შევედით აი ესეთი მდგომარეობა იყო რომ ეს ხალხი მთლიანად გაიხსნა და ძალიან გულახდილად, გულწრფელად დაუწყეს მათ ლაპარაკი. აი როგორ გვიჭირს ჩვენ 70 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა ვისხდეთ აქ თუ შვილიშვილებს უნდა ვეფერებოდეთ, შაბათ-კვირაც სტუმრად უნდა მოდიოდნენ, კარგი პენსია უნდა გქონდეს, უნდა ვისვენებდეთ და ასე შემდეგ. ეს არ არის ქუთაისის პრობლემა მარტო, ხო რა თქმა უნდა. ეს არის მთლიანად საქართველოს პრობლემა, რომ შენს მოხუც ადამიანს, ანუ შენს დედას და მამას ვერ უვლი. ეს ხო ყველა ჩვენიანის დედა და მამაა, ხო? ეს ხო არ არის მარტო ვიღაცა იმათ ყავთ დედა და მამა და ჩვენ არ ყავს. ჩვენც ყავს და მათაც ყავთ. ვერ უვლი დედას და მამას. ქუთაისში პროტესტის პრობლემა არის. ეხლა რო დავჯდებით აი შინაურ დახურულ წრეში, ნამდვილად გახსნილები არიან ადამიანები, როცა 1 წლის წინ ესე არ იყო. გახსნილები არიან და გეუბნებიან, რომ მე ეს არ მომწონს. მე ყველა წინადადება რაც მომდიოდა და რაზეც მედავებოდნენ მთელი წლის განმავლობაში. ეხლა აღარ მედავებიან. მედავებოდნენ ყველაფერი პროპაგანდისტული მესიჯები იყო. აქეთ ვინ ყავთ? აბა ეს ვინ არის? აბა ამას რატო? ეხლა რო უთხარი რომ აღარავინ აღარ არის თქო ხალხო, იმდენი იძახეთ რომ აქეთ ვინ არის? ციხეშია ხალხი ფაქტიურად ნახევარზე მეტი და როგორ წარმოგიდგენიათ რომ საერთოდ ოპოზიციური ხმა რომ ჩაახშონ, მერე რაიმე არჩევნები ჩაგიტარდებათ? არსებობს ოპოზიციის გარეშე არჩევნების ჩატარება? უკვე პროპორციული არჩევნები წამოვიდა, ხო, პროპორციული. თვითონაც ჩაატარეს და უკვე იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა გადალახოს 5%-იანი ბარიერი და ჩვენ თვალწინ დავინახეთ გაყალბებულ არჩევნებშიც კი 9% რომელიღაცამ აიღო 10, რომელიღაცამ 10, მესამე და ასე შემდეგ. ანუ შენ რო იძახი მე ამის გვერდზე არ დავდგები, მე ეს არ მინდა, ის არ მინდა. ესე აღარ არის უკვე. იმიტომ რომ იმას თავისი ამორჩეველი ყავს, შენ გეყოლება შენი ამორჩეველი, დავიჯერო, არავინ არ მოგწონს. დავიჯერო, არ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც შენ მისცემ ხმას და გაუთავებლად ვიღაცა პროპაგანდისტულად რო გეძახის, რომ იმის გვერდზე არ დავდგები, ამის გვერდზე შენც იმეორებ იგივეს და ეს ამ ქვეყნის მომავალი გინდა ჩახშო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არჩევნებზეც ვეღარ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია დღეს რთულ პოლიტიკურ კრიზისში ვართ შესულები. ხართლა ეხა ჩვენ ტროტუარზე არ გვიჭერენ,
და რაც თბილისში ხდება, ესენი არ არის, იმიტომ რომ ქუთაისი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა მიცის ვინ არის. სხვა მეთოდებია ზემოქმედების სამსთმელი. ხო, დაჭერაზე. ეს მეთოდები არის სახში დაჯექიო. ეს მეთოდები არის ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადვილი შესასწავლია ყველა შეისწავლეს ვინ აყავს სადღაც დასაქმებული. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია როგორც ქუთაისელისთვის, რომ ეს ქალაქი ვერ გახდა მიზიდულობის ცენტრი და ვთვლი რომ ამ ქალაქს აქვს ამის რესურსი. უბრალოდ შეუსაბამოა ის მენეჯმენტი, რაც ვითარდება და რა პროცესებიც მიმდინარეობს. რაც შეეხება არსებულ პრობლემებზე, მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს რაიმე შედეგი მოუტანია. პროცესი მაინც ისე გაიწელა, როგორც გაიწელა. ხო, ეგეც ამბავია, რომ ადამიანს როცა გაქვს შეხედულება, რომ შენ სათქმელს გარკვეული რეაგირება აქვს, мотиваციას გაძლევს, რომ შემდგომი პროცესებიც ასე განავითარო. თუმცა ძალიან რთულია რაიმეზე შედეგი მიიღო. ეს კიდე დღეს ხარების ეკლესიაა. იყო კათოლიკური ეკლესია და ქუთაისში ერთად იყო შეკრებილი მრავალი კულტურა. აი რომ ჩამოთვალე მე სომხების, ეხლაც ჩემი მეზობლები უმეტესობა სომხები არიან. ებრაელების ის ზედაუბანი და ესუბანი ებრაელების იყო. კათოლიკებს ახლა მე არ ვამბობ ეროვნებას, იმიტომ რომ ქართველები იყვნენ და სომხებიც იყვნენ და ფრანგებიც და გერმანელებიც და პოლონელები განსაკუთრებით, ხო? აი ამ ხალხის ურთიერთობა ქმნიდა იმ განუმეორებელ ხასიათს, რომელიც აქვს ქუთაისს. სკაპცები გაგიგონიათ? ქუთაისში ცხოვრობდნენ, ეს იყო სექტა. მამაკაცი, რომელიც მიაღწევდა ასაკს, მერე ისაჭურისებდა თავს, რომ დიდხანს ეცოცხლეს სკაპცები. ეხლა ქუთაისელებს ისტორიკოსებს ვეუბნებ, ყველა მარიცის, ეს იყო ერთი უბანი. მალაკნების უბანი, რუსების უბანი. ქუთაისში რო გამოხვიდოდი და ამათი თავშეყრის ადგილი იყო მწვანე ბაზარს რო ვეძახით ეხლა ჩვენ, ხო? იქ ან ვაჭრობდა, ან ყიდულობდა. კარგი გასაგებია, რომ ბევრი წავიდა. არ არის გასაკვირი, ადამიანები მოძრაობენ. ადამიანები ერთ ადგილზე არ არიან, მაგრამ მე გული მწყდება იმაზე, რომ ქუთაისში არ დარჩა ქუთაისელი. ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს და არის რაღაცა ანბანური ჭეშმარიტება ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის რომელსაც ვეხმარებ ის, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი ხელისუფლება, არ არსებობს კეთილი მეფე, რომელიც მოვა და რაღაცა იზრუნებს რაღაცა ქალაქში ან ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე. არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია საკუთარი ინტერესი დაიცვას და რომელიც საკუთარ თავს არ დააჩაგრირებს სხვას. აი ეს უნივერსალური წესია, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და საკუთარ ძალაში დავწმუნდებით, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, უბრალოდ ჩვენი ძალის უნდა ვირწმუნოთ, ერთმანეთს უნდა ვენდოთ და სამოქალაქო საზოგადოებად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ყველას გვეხება ხო ხა ეს ნაგავსაყრელი ყველასთვის ყარს, ეს საცობი ყველასთვის აუტანელია, ის რომ ქალაქისგან ადამიანები გადიან, ეს არავის არ არის მარტივი საკითხი და ასე შემდეგ არავის არ უხარია გელათის ესეთი მდგომარეობა, არავის არ უხარია ის რომ ქალაქში რაღაცა სიძველეების კვალი სამწუხაროდ იშლება, ხო? ან თუ იქნებით სამოქალაქო საზოგადოება დავიცავთ, თუ არ ვიქენით ასეთ შემთხვევაში შეგრჩება ის, რასაც ვარგუნებენ და რასაც გვაკმარებენ, ესეთი რაღაც ამეთი არაფერი. ხო, თუმცა აი რეალურად ჩვენ ხედავთ იმ მოცემულობას, რომ ძალიან დაბალია კულტურა სამოქალაქო პასუხისმგებლობის. აი ჩარდახის შემთხვევაში მიმახსოვს, რომ უამრავი ადამიანი იყო ჩართული და მართლა ძალიან ბევრი იბრძოლეს, მაგრამ შედეგი დადგა ის, რაც დადგა. გელათის მოცემულობაც იგივეა. ანუ რა გამოვიდა საბოლოო ჯამში, რომ როგორც საზოგადოება, რაღაცნაირად ის საჭირო მოცულობა ვერ შევდექით, ვერ შევიკრიბეთ, რომ რაიმე ცვლილება და გავლენა ქონოდა ამ პროცესებთან მიმართებაში. სისტემურად თუ ადგილზე არ წყდება და მოქალაქეს არანაირი გავლენა არ აქვს, შეიძლება ძალიანაც კარგი ქუთაისლები იყოს, ძალიან კარგი საზოგადოებაც იყოს, უბრალოდ არ გამოვდის, იმიტომ რომ აქ არ წყდება, პოლიტიკა აქ არ გეცდება. ცენტრამდე, აი თბილისში რომელიღაც სამინისტროს, რომელიღაც ბიუროკრატს ვერ მიწვდეთ, ხო? როცა ადგილზე კეთდება პოლიტიკა, მაშინ მოქალაქესაც და საზოგადოებასაც უშუალო მაშინ აქვს, იმიტომ რომ მოქალაქეს მაშინ აქვს გავლენა.
არა ვარ თვითმართველი ქალაქი, დამოუკიდებელი ქალაქი არა ვარ. კულტურა არის დაბალი. მე ვფიქრობ, რომ აქ არის სამუშაო სკოლებთან, ბავშვებთან, რომ შემდგომმა თაობამ გაწყვიტოს ის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა განუვითარდეს ამ თაობას მაინც. 3% არის ადამიანების, რომლებიც ბედავენ, თვლიან, დაფიქსირონ ის, რასაც ფიქრობენ. ადამიანები არიან შეშინებულები, ამაზე ბევრი ფაქტორები ბუნებრივია გავლენას ახდენს, მაგრამ მე ვთვლი, რომ გრასრუთებს რასაც ეძახიან, აქ არის სამუშაო. აქ არის ძალიან სერიოზული სამუშაო, რომ ერთობა იყოს და ადამიანებს ჰქონდეთ კულტურა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და აფიქსირონ. თავთან მიხედავთ. კი ბატონო, რასაც თქვენ ამბობდით ახლა, ზუსტად ამ ამბავის გაგრძელება, რომ ეს თუ არ მოგვარდა, ვერასდროს ვერ დადგება შედეგი. კი ბატონო, და უბრალოდ იმას ერთწინადებით დავამატებ იმას, რომ ზოგადად საუბარი იყო რაღაც პოლიტიკასაც კეთდება. პოლიტიკა კეთდება იქ, სადაც მოქალაქე არის ჩართული და სამოქალაქო ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება არის ჩართული. თუ იმ შემთხვევაში ჩართულობა არ არის, ეს პოლიტიკა არა უბრალოდ ერთი ადამიანის ნება არის, ან ერთი ადამიანების რაღაც ჯგუფის ნება არის და ხდება ეს ხო პოლიტიკა არ არის. აუცილებელია რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს თავის სიმაღლეზე, მესმის რომ რაღაც პრობლემებია, მესმის რომ რაღაც დაბრკოლებებია, უბრალოდ ეს არის ერთადერთი გამ რაც მოიფიქრეს ახლა ის არ იყოს რომ რაღაცა დემოკრატიას ბევრი მინუსი აქვს რაღაცეებში, აგვიანებს რაღაცეებში, გადაწყვეტილების მიღება ესე მარტივი არა, ყოველ შემთხვევაში მაგაზე უკეთესი, ჯერ არავის არ უნახავს არაფერი და არ მოუგონია. ისევე იყო იმ საგუბერნიო ციხის ამბავზე. რამდენი რამე იყო, იცით, გაკეთებული? და ბოლოს შეხვედრა უნდოდა საინიციატივო ჯგუფს, რომ შეხვედროდა თვითონ ამ ფლობელს, ვინც იყო და მისმა შვილმა, რომელიც საკრებულოს წევრია, გითხრა, რომ ავათარიო მამაო და ძალიან ცუდად არისო, რა ვიცი, შეერთებულია რაღაცებზეო და ერთ სიტყვით ვერ დაგელაპარაკებათო და ღამე ექსკავატორები მიიყვანეს, რომ მოსახლეობამ გაიგო ფაქტიურად და ჩვენები მივიდნენ და გადაიღეს ეს კადრები, როგორ დაანგრიეს ღამე ეკლესია, ციხე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ასე მარტივად კი არა, არასრულები. ცირია, ძალიან ცირია. გავლენის მოხდენა ამ ძალიან მცირე რაოდენობით არის ძალიან რთული. აქ არის ზაქარია ფალეშვილის სახლ-მუზეუმი. ძველი კედლებია შუა საუკუნეების სასახლის. ქალაქს უნდა რცხვენოდეს. შუა საუკუნეების კედლები არის დაბინძურებული, დანაგვიანებული. ამ სიტყვის პირდაპირ და გაატანითი მნიშვნელობით. ხალხი ცხოვრობს იქ, სადაც ისინი არ უნდა ცხოვრობდნენ. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტყე არის ფაქტიურად, კედელი აღარას ჩანს. მე რომ მოგიყევით ვარშავის შესახებ. იმათმა ააშენეს და მე რამჭირს სამაგისო, როცა აგერ არის უძველესი კედლებია. უძველესი კედლები, რომელზეც ბუჩქები და 1000 უბედურებაა ამოსული. ნაგავით ვერ გავასუფთავები ქალაქი. ეს ქალაქი აღარ არის. ეს რაღაცა უბედურებაა, რომელსაც არავინ არ უვლის. არავინ აბსოლუტურად. ეწყინოთ, მით შემნია რომ ეწყინოთ. იქნებ პატარა ვიღაცამ ყურები გამოიფხიკოს და მიხვდეს მე რას ლაპარაკობ. მე ხო თანამდებობას არ ვითხოვ კაცო. დავამთავრე მე უკვე ჩემი კარიერა. 70-ს გადაშორებული ვარ, კარგა ხანია. მიხედეთ რა ქალაქს. ამას ნუ გააკეთებთ. ეს რა უბედურება გვჭირს კაცო.